სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. დღევანდელ დღეს განრღვეული სპირიადის საკითხული იქნება სახარება, სადაც საუბარია თუ როგორ განკურნა იესო ქრისტემ 38 წლის დავდომილი დამბლადაცემული ადამიანი და თუ შურის გამო ფარისევლებმა და წიგნობრებმა როგორ და სადუკეველებმა როგორ დაიწყეს მისი ცილისწამება. ამისა შემდგომად იყო დღესასწაული ჰურიათა და აღვიდა იესო იერუსალიმ. წმინდა მამები ამბობენ, რომ ეს იყო პასექის დღესასწაული და იესო ქრისტე გალილეიდან კანაში იყო, კანადან წავიდა იერუსალიმში. მან კი არ წერია წავიდა, აღვიდა. იერუსალიმი ყოველთვის ითვლებოდა ზეციურ ქალაქად, არამიწიერ ქალაქად, ამიტომაც იერუსალიმში მისვლა წარმოითქებოდა არა როგორც ჩვეულებრივი შესვლა, არამედ აღსვლა. ეხლა რა არის პასექი და რატოს დღესასწაულიდნენ ებრაელები პასექს? პასექი ნიშნავს გამოსვლას, გამოხსნას, გამოსვლას. აქ საუბარია ძირითადად ეს იყო ძირითადად ფაქტიურად იყო დღესასწაული, რომელიც აღნიშნავდა ებრაელების განთავისუფლებას ეგვიპტელთა მონობისაგან. თქვენ 400 წლის განმავლობაში ეგვიპტელთა მონობაში იყვნენ ებრაელები და ღმერთმა გამოიყვანა ისინი მოსეს წინამძღოლობით. ამიტომ ეს იყო უდიდესი დღესასწაული ებრაელებისათვის და ამ დღეს გამოსვლის, გამოხსნის დღეს ეძახოდნენ. მაგრამ ეს პასქა, ძველი აღთქმის პასექი, იყო ახალი აღთქმის პასექის წინასახე. ამ ძველი აღთქმის პასექის რიტუალშიც კი, რომელიც სახლში სრულდებოდა ხოლმე და იქ ფეხზე მდგომლები ჭამდნენ კრავს, დაკლავდნენ კრავს, შეწირავდნენ სისხლი ან სხვებს წირავდნენ და შემდეგ ფეხზე იდგნენ და სასმისებით იძახდნენ საგრძელოებს. ერთ-ერთი სასმისი იყო მესიის მოლოდინის სასმისი. ძველ აღთქმაში მესია მოვიდა, ამიტომ ეს დღესასწაული აღსრულდა და ძველი პასექი შეიცვალა ახალი პასქით, რასაც ჩვენ აღნიშნავთ და ქრისტემ აქ უკვე მესიამ, რომელიც მოვიდა, განკაცდა და ჯვარზე ეცვა და სისხლი დაღვარა ჩვენთვის, მან უკვე გვიხსნა არა დროებითი რომელიმე ხალხის ბატონობისაგან, როგორც თქვა ებრაელები ეგვიპტელთა ბატონობისაგან. ქრისტემ გვიხსნა იშმაკის ბატონობისაგან და რატო? ქრისტეს ჯვარცმამდე ყველანი მიდიოდნენ ჯოჯოხეთში, 60 კარი იყო დახშული, როგორც ჩვენ ვიცით, ღმერთმა მას შემდეგ რაც ადამი გამოაგდო 60-დან, გამოდევნა 60-დან 60 კარი დაიხშო და მხოლოდ ქრისტეს ჯვარცმისას იქნა გახსნილი 60 კარები. ამის ნიშანი გახსოვთ ძველ ახალ აღთქმაში წერია, რომ იყო სოლომონ იერუსალიმის ტაძარში უფრო სწორედ გაიხა ფარდა თავიდან ბოლომდე კრეცაბელი. და არს იერუსალიმს ცხოვართა საბანელსა მას ტბაი, რომელსა რქვიან ებრაულად ბითესდა და ხუცტოა იყო. ცხოვართა საბანელი რატო ერქვა? ეს იყო ერთ-ერთი კარიბჭე იყო, სადაც ცხვრები შეყავდათ ხოლმე გასაყიდათაც იერუსალიმის და მსხვერპლ შეწირისათვისაც. ძალიან მოწესრიგებული ქალაქი იყო იერუსალიმი. იქ ძალიან კაცად იყო დაცული წესებით, თუ როგორ უნდა ემოძრავათ, საიდან შეეყვანათ აკლემები, საიდან შეეყვანათ ცხვრები. ერთ-ერთი კარიბჭე იყო ცხოვართა კარი, საიდან შეყავდა ცხვრები. ერთი მხრივ სოლომონის ტაძარში მსხვერპლის შესაწირად და მეორე გასაყიდად. და აქ იყო სტოა საბანელი. ანუ დაგუბებული იყო წყალი. ამას შინა ისხა სიმრავლე უძლურთა ბრმები, მკელობელნი, განხმელები, რომელნი მოელიან წყლისამის ამღვრევასა, რამე თუ ანგელოზი წლით იწლად გარდა მოვიდოდა საბანელსა მას და აღამღვრევის წყალი იგი და რომელიცა პირველ შთავიდის ამღვრევასა მას წყლისასა განიკურნოს, რომლითა შეპყრობილ არიან სნეულებითა. ესე იგი, ამ საბანელთან, აუზთან ძალიან ბევრი ავადმყოფები იყვნენ, რადგანაც წელიწადში ერთხელ ჩამოდიოდა ანგელოზი, რომელიც აამღვრევდა წყალს და ვინც პირველი ჩავიდოდა ამღვრეულ წყალში, რაც არ უნდა მძიმე ავადმყოფობით ყოფილიყო შეპყრობილი, განიკურნებოდა. იყო ვინმე მუნკაცი, რომელსა 38 წელი დაეყო უძურებასა შინა. ესე იხილა იესო მდებარე და გულისხმაყო, რამე თუ მრავალი წელნიან უძურებასა შინა რქვა ამას იესო გნებავს არათა განიკურნო. ეს ადამიანი
38 წელი მთელი ცხოვრება 40 წელია თითქოს. ზოგი ადამიანი მეც არც ცხოვრობს. აი 38 წლის განმავლობაში დავრდომილი ვერ იძრეოდა ძლივს დახოხავდა, რადგან ეთყობა შემდეგ რომ მისი საუბრიდან რომ მას ძალიან ძნელად შეეძლო გადაადგილება, თუმცა გადაადგილდებოდა და ელოდებოდა ამ წყლის ამგრევას, მაგრამ ყოველთვის სხვები ასტრებდნენ და ჩადიოდნენ ამ წყალში და თვითონ რჩებოდა აი ესეთ მძიმე მდგომარეობაში. ეკითხება იესო, გინდა რომ განიკურნო. მიუგო უძლურმან მან და თქვა, უფალო, კაცი არა მაქვს, რათა რაჟამს წყალი ესე აღიმღვრიეს და შთამცა მაგდო საბანელს ამას. აღეთ როგორ ძველი ქართული სიტყვები რა ლამაზია ხო. ზოგიერთი კიდე ლაპარაკობს ესენ უნდა შევცვალოთ ეკლესიაში ვდგევართ არ გვესმის. ვისაც არ ესმის ინგლისური ხო ესმით, სწავლობენ და ესმით ხო ისწავლონ და გაიგებენ. ამას ძირითად ეს გადახვევას ვაკეთებ. ძირითად ის ხალხი ლაპარაკობს, ვინც საერთო წირვაზე არ ყოფილა, არც აინტერესებს, არც წირვა, არც მართვა, არც ლოცვა, მათი მთავარი ზიანი ეკლესიასთან და ტრადიციებთან ბრძოლა. აი ეს ხალხი ლაპარაკობს ამას. როგორც შეიძლება ეკლესიაში დამსწრე კაცმა თქვას, რომ ეკლესიის წენა შევცვალო. აღე როგორი სიტყვებია გეგონება, აი წყლის პირას როზიხარ და რო მორაკრაკებს და თავის ხმა ხო აღწას. აი ესეთია ძველი ქართული როკითხვა. შეიძლება ამის შეცვლა. ბერძნებს წარმოვიდგინეთ საერთოდ არ ესმით თავის ენა. აი რასაც ეკლესიაში კითხულობენ არაფერი არ ესმით. იმიტომ ის ძველი ბიზანტიური ენაა. წირვაზე დგანად არაფერი არ ესმით. არ ცვლიან. და იცავენ ამას. და ჩვენ რა გვჭირს კაცო? გავაგზავნოთ. არც სომხები ჩვენი მეზობლები, სომხები საერთოდ არ ესმით თავის ეკლესიურები. სომხური საეკლესიო ენა არის მკვდარიანი, არაფერი არ ესმით, სალაპარაკო ენა სხვა. ჩვენ გვესმის ეს. ამხელა ღვთისმსხალობა, ამხელა სიმდიდრე და შეიძლება ამის გამოცვლა. ეს იგივეა, კაცმა ოქროს სამგავლები გაყიდეს და ბიჟუტერია იყიდოს. აი დაახლოებით ის არის. თუ შეიძლება ამის რამესთან შედარება. ეს ეუნება არ არის კაცი, რათა რაჟამს წყალი ესე აღიმღვრეს და შთამცა მაგდოს საბანელს ამას, ვიდრე მე მოვიდე და სხვა უწინარე ჩემსა მოვიდის და განიკურნოს. წმინდა მამები ამბობენ განმარტებაში, რომ ზოგიერთი ადამიანიო არიანო ადამიანებიო, რომლებიც ფიქრობენ, რომ ზოგი ისე იძახდაო, რომ ეს წყალიო თითქოს იყო მინერალური წყლებიო და ამიტომ იკურნებოდნენ ხალხი. დღესაც არიან სამწუხაროდ ესეთი ადამიანები, ცეცხლის გადმოსვლას უყურებენ და ამბობენ, რომ თითქოს კანდელიში აქვს პატრიარქს და ანთებს. ამაზე ჩვენ არაერთხელ ვისაუბრეთ, ქვემოთ ბოლოში უფრო ვისაუბრეთ, მაგრამ სინამდვილეში ეს რომ ჩვეულებრივი წყალი ყოფილიყო, მაშინ წელიწადში ერთხელ კი არ განიკურნებოდა და ვინც პირველი შტატის ყველა განიკურნებოდა, ვინც აქ ჩავიდოდა. ამ საკითხს დაუბრუნდებით ბოლოში. თქვა ამას იესო აღდე გაღიგე ცხედარი შენი და ვიდოდე და მეხსეულად განცოცხლდა კაცი იგი და აღიღო ცხედარი თვისი და წარვიდა, ხოლო იყო შაბათი იგი დღე. შაბათობით ებრაელები იცავენ უქმეს და არაფერს არ აკეთებენ, არც საჭმელზე, არც წყალს მოვით, არაფერს არ აკეთებენ ფაქტიურად. და ამიტომ შაბათს დარგვა ეძლებოდა ძალიან დიდ სოდვად. მაგრამ ქრისტემ სწორედ შაბათს განკურნა, არა მარტო ეს დავრდომილი, მრავალი შემთხვევა სახარებაში აღწერილი, იქ განხმარი ხელი ქონდა გაუმთელა, შემდეგ ბრმა იყო განკურნა, ყრომუნჯი იყო განკურნა, ყველაფერი შაბათს და მაცხოვარი იძახის, რომ შაბათი კი არ შეიქმნა კაცისათვის, კაცი შეიქმნა შაბათისთვისო და შაბათს ფაქტურად უფალმა შეცვალა შაბათის უქმობა და ყველაზე დიდი უქმი ეხლა არის კვირა ქრისტეს აღდგომა, რომელსაც ჩვენ დღეს ასწავლობთ. თუმცა ჩვენ ისე ფარისევლურად არ ვიქცევით, რომ შაბათს თქვათ ავადმყოფს არ მიეხმარო და შაბათს ბრმა იყოს და გვერდში გავარო არ პირიქით. შაბათს დღეს ასწავლობთ, მაგრამ შეიძლება დიდი საქმეები არ აკეთოს ადამიანმა, თქვათ სახლის შენება არ დაიწყოს, კვირას უბრალოდ სახლის შენება რაღაცა თუ აუცილებელი არ არის ამის საქმე. ყოველ შემთხვევაში დღის პირველ ნახევარში მაინც და შემდეგ ავადმყოფები და უძველების მონახულება პირდაპირ აუცილებელი საქმეა და ესეც აკეთებდნენ ძველ ეკლესიაში, ესეც იყო წირვის შემდეგ მიდიოდნენ და დავრდომილდნენ და ავადმყოფებს უვლიდნენ, ხოლო პატარა ბავშვები მიყავდათ ამისთვის.
ეთყოდეს მას ჰურიანი იგი შაბათი არის და არაჯერ არ შენ და აღება ცხედარი შენი. ხოლო მან მიუგო და რქვა მათ, რომელმან იგი განკურნა მე, მან რქვა აღიღე ცხედარი შენი და ვიდოდეო. ეუნებიან, რომ რატომ შეხა შაბათიაო და შენო არ უნდა შენი განკურნება არ შეიძლებოდა, კაცი 40 წელი ვერ დადიოდა, წარმოიდგინე. 40 წელი ვერ დახოხავდა. ტვერში, ნანგავში იწვა, ტალახში იწვა. და ეუნებიან, რატო განიკურნე 40 წლის შემდეგ. და ეს დასცინის და ეუნებიან, თქვენ არ განიკურნებია და ფაქტობრივად მაშინ საუბრიდან ესე გამოდის, რომ ვინც განკურნა, იმან მითხრა, აიღე ცხედარი და წადიოდა. თქვენო ფაქტობრივად ირონიით ეუნება, რომ ვერ გამკურნათ, ვერაფერი ვერ მიშველდა, ვინც მიშველდა, იმან გამიკეთა ეს ყველაფერი. თქვენ რა გესაქმებათ ამ საქმეზე? თუ რამე გინდოდათ, მანამდე განგეკურნეთ თქვენ. კითხვიდეს მას, უკვე ჰურიანი იგი და რქვეს მათ, ვინ არის კაცი იგი, რომელმან თქვა შენ აღიღე ცხედარი შენი და ვიდოდე. ძალიან კარგად იცოდნენ ურიებმა თუ ვინ განკურნა ის, რადგანაც ისინი ქრისტეს ყოველფეხის ნაბიჯად დაყვებოდნენ და ყველაფერს აფიქსირებდნენ, იწერდნენ, იმახსოვრებდნენ, რომ მისთვის შემდგომში ცილი დაეწამებინა და სასიკვდილო განაჩენი გამოეტანა. ამიტომ მან ძალიან კარგად იცოდნენ, რომ ქრისტემ ვინ განკურნა ეს ადამიანი, მაგრამ ნახეთ რა უნდათ, ჭირდებათ მოწმეები, რომ შემდეგ როდესაც ბრალს დასდებდნენ ქრისტეს, მოწმეები ყოლოდა და ეთქვათ, აი ამანაც იგივე თქვა. ხოლო განკურნებულმა მან არა უწყო და ვინ არის, რამე თუ იესო მიეფარა, რამე თუ ერი იყო ადგილს ამას. და ამის შემდგომად პოვა იგი იესო ტაძარს ამაშინა და რქვა, აჰა ცოცხალი იქმენ, ნურღარას სოდავ, რაითა აღარ უძველესი რაიმე გეყო შენ. აქედან პირდაპირ ჩანს, რომ ნახეთ მაცხოვარ, როდესაც შეხვდება რასეონება, წადი და აღარ სოდო. რატო უფრო ცუდი რამე არ დაგემართოსო. ანუ პირდაპირ ჩანს, რომ ეს ავადმყოფობა ამ ადამიანისა გამოწვეული იყო მისი ცოდვებისგან და საერთოდ ყოველთვის ესეა. ავადმყოფობა თუ უმეტესობა გამოწვეულია ჩვენი ცოდვებისგან. და როდესაც იესო ქრისტე შეუდობდა ხოლმე ცოდვებს სულიერად განკურნავდა ადამიანებს, შემდეგ ამას მოსდევდა ფიზიკური გამოჯანმრთელება და განკურნება და უმეორებს, რომ წადიო და მეტი აღარ სცოდო. ამიტომ ჩვენ ფრთხილად უნდა ვიყოთ ყოველთვის. ვერიდებოდეთ არა იმას, ვინ გვეყოლება მეკლე და როგორი თვალის შემოხვედა, კაი ფეხი აქვს თუ ცუდი ფეხი აქვს, ჩვენ მეძობელს თუ ჩვენ სტუმარს, შავი კატა გადაგვირმეს თუ ჭრელი კატა, ამის კი არ უნდა ეშინოდეს ადამიანს. ადამიანს უნდა ეშინოდეს ცოდვის ჩადენის, რომ ცოდვის გამო არ დაისაჯოს შემდეგ. აი რისი უნდა ეშინოდეს ქრისტიანს. იმისი კი არ უნდა ეშინოდეს გოროსკოპებზე რა მთვარი ამოვა და როგორ იქნება და ხვალე ცუდი დღეა და არ გახვიდეს, საქმე არ დაიწყო. თანახით რამხელა სირცხვილია. სამარცხვინო თითულება დღეს და იძახია, რომ თავისუფლებაა ყველაზე ძვირფასი და ადამიანის თავისუფლებას არ უნდა შეახო და ყოველ დღე ტელევიზიით აი ეს გოროსკოპებით ისინი ამონებენ ადამიანს, წარმოიდგინე. თანახე რა სწორებია, ქუჩაში არ გახვიდე, ეს არ გააკეთო, ის მოგივა, ეს არ გააკეთო, ის მოგივა და ეს ხალხი რომელიც თავის თავს რო კითხო თავისუფლებად თვლიან და თანამედროვე ადამიანებად მიაჩნიათ თავის თავი და ეკლესიას დასცინიან, თითქოს ეკლესია ბოჭავს მათ და სინამდვილეში ეკლესია არაფერში არ ბოჭავს მათ, ცოდვების ჩადენასწორება არ გააკეთო. აი ეს ხალხი დამონებულია და უყურებს ხვალე როგორი დღე იქნება და რა სიტყვის საგარეში თუ საგარელია რა გვარია, რა სიტყვის ეს ტელევიზორში. და ამისი კი არ უნდა ეშინოდეს ადამიანს. ადამიანს უნდა ეშინოდეს ცოდვა რო არ ჩაიდინოს, რო არ დაისაჯოს შემდეგ თავის ცოდვის გამო. წარვიდა კაცი იგი და უთხრა ჰურიათამად ვითარმეთ იერს უარს, რომელმან გამკურნა მე. და ეს დავრდომილი რო შეიტყობს, რომ იესოა მისი გამკურნებელი და გამომაჯამრთებელი და შველელი სიხარულით მიდის და ეუბნება მათ. იმიტომ კი არ გააკეთა ეს მათ თვითონ დაესმინა ქრისტე და მათთვის მოწმედ გამოსულიყო, როგორც წინ ვთქვით, არამედ იმიტომ გააკეთა ეს, რომ უნდათ რომ მათაც სოდუნდათ ქრისტეს სახელი და ფიქრობდნენ იქნება ხა მაინც გაჩუმდნენ ესენი. რა დასკვნების გამოტანა შეიძლება დღევანდელი სახარებიდან? და რას გვასწავლის დღევანდელი სახალება და რა უნდა ვისწავლოთ? პირველი ეს არის, რომ ხედავთ, რომ თურმე ანგელოზებს რამხელა გავლენა აქვთ ადამიანებზე და მათ მომავალ ცხოვრებაზე და
და სახარებაში არა მარტო დღევანდელი შემთხვევა, როდესაც ანგელოზი ჩამოდის წყალს ამღვრევს და რამოდენიმე ადამიანი კურნავს ადამიანებს. არამედ ანგელოზებმა წმინდა წერილიდან ვიცით რომ სოდომი და გომორი როდესაც დაიწვა, ანგელოზებმა ლოთი გადაარჩინეს, გამოიყვანეს. ილია წინასწარმეტყველი გადაარჩინა ანგელოზმა, როდესაც მას დედოფალი იეზებიელის დევნიდა. დანიელ წინასწარმეტყველი გადაარჩინეს ანგელოზებმა, როდესაც ის ლომებთან ჩააგდეს ორმოში. ანგელოზი იფარავდა და ლომები არც მიეკარენ დანიელს. მშიერი ლომები, იმიტომ ჩააგდეს რომ დანიელი დაეგლიჯათ ლომებს და ანგელოზებმა დაიცვეს და ლომები ვერ მიეკარნენ. სამი ყრმა, რომლებიც ასევე ცეცხლში ჩაყარეს, რომ დაეწვათ, იქ წერია, რომ ანგელოზი როგორ აგრილებდა მათ, ცეცხლში პირდაპირ გადაეფარა და აგრილებდა მათ. პეტრე მოციქულის ცხოვრება გვახსოვს, როდესაც ციხეშია პეტრე მოციქული და ეკლესიის ლოცვით უფალი თავით პეტრეს ფარულ ანგელოზს აგზავნის, რომელიც გამოიყვანს პეტრეს ციხიდან და გადაარჩეს მან. ანუ სახარებაში და წმინდა წერილში უამრავი ადგილები, როდესაც ანგელოზები ადამიანებზე იცავენ პირდაპირ ადამიანებს და თლიანად ცვლიან მათ ცხოვრებას. ამიტომ ჩვენ ყოველთვის ჩვენი ანგელოზების, ფარული ანგელოზების და საერთოდ ზეციური ანგელოზის, სერაფიმების, ქერუბიმების, თავარანგელოზების მიმართ უნდა ვეცადოთ, რომ ძალიან დიდი მოწიწებით და მოგზაურობით ვიყოთ. ყველა წმინდანისადმი, ანგელოზებისადმიც ასევე დიდი მოწიწება გვმართს, განსაკუთრებით ჩვენი ფარული ანგელოზისადმი. დილას აღემოსლოცეში შულბეხვეწებითო ჩემო ანგელოზო დამიფარე და დამიცავე, მშვიდობისა ძილი მომეჩი, მადლობთ რომ ამ მშვიდობით დავეძინე და გავიღვიძე დღესა დამიფარე. სულ უნდა ვევედრო ჩვენ ანგელოზზე ჩვენ ფარველობას. ანგელოზები არა მარტო სიცოცხლეში იცავენ ადამიანს, არამედ სიკვდილის შემდეგაც, როდესაც სული და ხორცი გაიყრება, ისინი ადამიანის სულს სამჯეროვდე მიაცილებენ და სამჯეროზე პირდაპირ იცავენ თავის იმ ადამიანს, ფარველი ანგელოზი იცავს, ვის დამცველადაც იგი დადგენილი იქნა მე-40 დღეს. ანგელოზები ყავს არა მარტო ადამიანს, ანგელოზები ყავს ოჯახებს, ანგელოზები ყავს ქალაქებს, ანგელოზები ყავს ერებს, ანგელოზები ყავს ტაძარს, როდესაც აკურთხებენ ფარველი ანგელოზი ევლინება იმ ტაძარს და ეს ტაძარი რომ დაინგრეს, ის ანგელოზი დგას და იცავს იმ ადგილს და ამიტომ არის რომ რაც არ უნდა ნანგრევები იყოს ტაძრის ყოველთვის უნდა ვეცადოთ რომ სიწმინდით მოგზალებით და მორიდებით ვიყოთ, გინა დიდი იყოს, გინა ბავში. და ამიტომ რომ ტაძრიდან არ შეიძლება არაფრის წაღება, არც ქვის, არაფრის. უამრავი შემთხვევებია რომ მიეღდა მთელი ოჯახები არის ამოწყვეტილი, წაღე და ტაღებული ქვები აქვს სახში დატანებული და ოჯახი გადაშენებული, გვარი ამოწყდარი საერთოდ. თორე არ შეიძლება შეურაცხყოფის მიყენება სიწმინდებისადმი, ამიტომ ამ დროს ჩვენ გაგვეშორება ჩვენი ფარველი ანგელოზი. ვასილი დიდი იძახის რომ როგორცო ბოლიო ფუტკრებს განაშორებსო ადამიანისაგან და სიმყრალეო მტრედებსო, ასევე ჩვენი ცოდვები ჩვენგან ანგელოზებს განაშორებენ ჩვენ ფარველს. სწორედ ჩვენ ვცილდებით ჩვენი ცოდვებით ღმერთს და ანგელოზებიც დამწუხრებულები არიან და მათი შეურაცხყოფით ფაქტურად ადამიანი რჩება ჯავშნის, საფარველის, დაცვის გარეშე. ამიტომ უნდა ვეცადოთ რომ ჩვენი ცოდვებით არ განვარისხოთ ჩვენი ფარველი ანგელოზები, რომლებიც ჩვენი კეთილსახურების დროს ხარობენ ზეცაში და პირდაპირ წერია რომ დიდი სიხარულია ზეცაში, როცა ერთი ცოდვილი მოიქცევა და სწორწაგზე დადგება, იესო ქრისტეს სიტყვებია და ასევე დიდი გლოვაა, როდესაც ადამიანი ცოდავს და მისი ფარველი ანგელოზი ტირის, როგორც ამას ეკლესია და წმინდა მამები გვეუბნებიან ღვთის წინაშე და შეწუხებულია, როდესაც მისთვის ჩაბარებული კაცი თავისი ნებით ღმერთ ზულს აქცევს. ჩვენ ხედავთ რომ დღევანდელ სახარებაში წერია რომ ანგელოზი გადმოდის და წყალს აამღვრევს და ჩადის წყალში ადამიანი და განიკურნება. ასევე როდესაც ეს სახარება იკითხება, როდესაც წყალი იკურთხება, როდესაც ძველი აიაზმის დროს წყალს აკურთხებს, ზუსტად ეს სახარება იკითხება. რომ ზეციდან ანგელოზი ჩამოდის, შემდეგ ამას მოყვება ლოცვები, რომ უფალო ეს წყალი იყოს ანკურნებელი სულისა და ხორცისა, ვინც ამას მიიღებს უძლური განკურნე დაიფარეთ და ამ წყლის კურთხევის დროს მღვდელის თხოვს წმინდა სამებას, მამას, ძეს, სულიწმინდას, რომ სულიწმინდის მადლით წყალი იკურთხოს, განიწმინდოს და გახდეს საკურნებელი ადამიანისათვის. წარმოვიდგინეთ, ამიტომაც არის რომ მღვდლის მიერ მართლმადიდებელი მღვდლის მიერ ნაკურთხი წყალი არ იხწნება, არ ყროლდება. მე მახსოვს უწმინდესმა თქვა, მე როდესაც დავიბადეო, მაშინ ეთქობა ესე რომ დაიბადა წუდათ იყო თავიდან და მონათლეს. და ესეთი რამე თქო რომ მე როდესაც დავიბადეო, იმ წლის წყალი მაქო შენახული.
რამდენი წელია 80 წელი წარმოიდგინე 80 წელი რომელიც წყალი გაძლებს ერთერთი წყალი ვერ გაძლებს და ნაკურთხ წყალზე რა ხდება მღვდელი დგება და 20 წუთი კითხულობს სიტყვებს ღმერთს თხოვს სული წმინდას თხოვს ამის კურთხევა ზეცი ურძალებს მოიხმობს ამისთვის გადასახავს ჯვარ და წყალი კითხვა წყალი არ ყროლდება და რაღაცა ფილმი იყო სტრუქტურა იცვლება თურმე მთელი წყლის ამას ჩვენ სახელმწიფო არ აქვს დავარია რომ სასწაული ხდება არ ყროლდება და ეს ხდება მართლმადიდებელი ღვთის ხელით წარმოიდგინეთ, როდესაც იერუსალიმის პატრიარქი მდინარე იორდანეს აკურთხებს ძველი სტილით 19 იანვარს, არა 6 იანვარს, 19 იანვარს. მდინარე იორდანი ჩერდება. მთელი ფიზიკის კანონები ირღვევა. მთელი მიზიდულობის კანონები, რაც არის ნიუტონის ფიზიკა, რაც არის დედამიწაზე ფიზიკა, ყველაფერი ირღვევა. რითი ჩადის იერუსალიმის პატრიარქი აიგებს ჯვარს იმ ადგილას, სადაც ქრისტე მოინათლა მდინარე, მოდის ჩვეულებრივ დაღმართში. დაადგება აიგებს ამ ჯვარს ერთხელ იტყვის ჩაუშვებს წყალში მეორედ აკურთხებს ჩაუშვებს მესამე ჩაუშვებს თოკი ახმული და გამოზიდავენ შემდეგ ამას და მესამე კურთხევაზე წყალი იორდანი ჩერდება და ამ დროს იძახიან იორდანე უკუნ იქცა მართლ უკუნ რადამს დაიხილა ღმერთი წყალში ჩამოვალი და ამ დროს იორდანეზე არის ესეთი სანთლებია ტივტივებზე დევს და მოდის ეს სანთლები ყველა ხედავს ეს სანთლები ჩერდება და ტრიალდება და მიდის აღმართში ამას უყურებენ უამრავი ტელეკამერები მთელი მსოფლიოდან. ეს ყველაფერი ხდება იულიუსის კალენდრით, ძველ სტილზე და არა ახალ სტილზე. და მხოლოდ მართლმადიდებელი პატრიარქის ლოცვი და არა სხვა რომელიმე 100 კარდინალი რო დადგეს და ილოცოს წყალი არ გაჩერდება. ერთი მართლმადიდებელი პატრიარქი რო იტყვის გააჩერებს წყალს. აქედან ჩანს, ზოგისთვის არც ცეცხლის გადმოსვლა არის არაფერი, სამწუხაროდ. ის რომ არა მართლმადიდებლებისთვის არაფერი არ არის გასაგები, აბა რა უნდა თქვა. მაგრამ ყველაზე სამწუხარო და სავალალო და სატირალია, როდესაც ამას მართლმადიდებელი ადამიანი და მართლმადიდებელი სასულიერო პირი ფიქრობს. ეს ტრაგედია, ეს უბედურება. პირველ რიგში მისთვის და მეორე მისი საწყისოსთვის, ვის მას უჯერებს და მას მიყვება. ესეთი ადამიანები ემსგავსებიან, მათთვის არც წყლის გაჩერება არაფერი, არც ამღვრევა არაფერი. მათთვის ალბათ რო ჩაიგდო ქრისტე რო ადამიანი მიწის გაშექნა ესეც სასაცილო იქნება ალბათ. წყალი რო გვინოთაქცია ესეც სასაცილო იქნება. ეს ადამიანები იცით ვის მაგონებენ ქრისტემ რო ქორწილში კი არა ქრისტე რო ლაზარე გააცოცხლა 4 დღის მკვდარი ლაზარე გააცოცხლა მთელი ხალხი მივიდა ბეთანიაში უყურებენ ქრისტეს რომელიც ლაზარეს სახში სტუმრობს 4 დღის მკვდარი ლაზარე რომელიც ყარდა და ხორცს მახსნა დაიწყო გაცოცხლდა და ემსახურება ლაზარე სუფრაზე ემსახურება ქრისტეს და ეს ხალხი მიდიან ყველაფერი ამის სანახავად მაგრამ ამავე დროს მიდიან ფარისევლები და სადუკეველები და მწიგნობრები და ნახე რას ფიქრობენ ხედავენ რომ ამდენი ხალხი მოვიდა მათ ხალხი მოცილდა ქრისტესთან წავიდა ხალხი და შურით აღძრულები ნახე რას იძახიან ეშმაკმა ისე დაუბნელა გონება რომ იძახიან მოდიო ლაზარე მოვკლათო კაცი მკვდარი იყო გააცოცხლა და კიდე მოვკლათო იძახიან აი აქამდე შეიძლება ადამიანი მიიყვანოს რა არ ვიცი ალბათ ტრაგედია ეს რა ესეთმა ხალხმა ალბათ ღედაღან მომნელიცის ღმერთო გონება გამინათლო დავინახო რა არის ჭეშმარიტება აი როგორ წარმართები რომ მოდიან ჩვენთან წარმართები ხო გეუბნებიან რა ვქენთან ურწმუნო ხალხი ვეუბნები რომ ღმერთს ხო რომ გონება გაგიცნას ღმერთმა აი ესე ამ ხალხმაც უნდა ილოცოს რომ ბათ ღმერთმა გონება გაუხსნას მათა და მათ მრევლსაც რომ მივიდნენ და უთხრა რეებს ლაპარაკო მამო როგორ თუ ცეცხლი არ გამოდის ესე იგი შენ არ ჯერა და იცით რატომ ლაპარაკო და ვინ ლაპარაკობს ამას ძირითადად ვისაც ძველი სტილი აწუხებს ვინც ახალი სტილის მეხოტბია ვისაც ახალ სტილზე უნდა გადასულ მაგრამ რა უყოს ცეცხლი რომ გადმოდის ძველი სტილი რა უყოს რომ წყალი ჩერდება ძველი სტილით ამიტომ იძახის ეს ყველაფერი ტყუილია მე მგონი ესეთ ხალხს ღმერთის არ ეშინიოს და ესეთ ხალხს უნდა მოერიდოს ადამიანი უბრალოდ მერე ვეღარ იტყვის მისი მრევლი რომ იცი რა უფალო როგორ არჩევანი ხომ მოგცა ღმერთმა შენ ხო იცი რა უნდა გააკეთო კაცო არჩევანის უფლება მოგცა შენ რო თქვა რომ მე ესე მაკურთხებდნენ და ვაკეთე რას ქვია გაკურთხებდე ეკლესიის საწინააღმდეგოს გაკურთხებს კაცი და როგორ უჯერებ აკურთხებას კაცი მე არ ვიცოდი ეს ახლა გავიგე და ისეთი შეწუხებული ვარ მეწოდება ჯერ ეს ხალხი მეწოდება და მე ეს ხალხი მიცამოთ უჯერებს და ჩვენ ვიცოდეთ რომ სწორედ ანგელოზი
ამ ღრევს წყალს, სწორედ ანგელოზი აჩელებს იორდანეს და ანგელოზს გადმოაქვს ზეციდან ცეცხლი, რომელიც ქრისტეს საფლავზე გადმოდის. და პირველი ცეცხლი სწორედ თავარ ანგელოზმა გაბრიელმა ჩამოიტანა, რადგან ის იყო, როდესაც ქვაზე იჯდა, მაცხოვართან მივიდეთ, ანგელოზი იჯდა ქვაზე ქრისტეს საფლავთან და გაანათა არემარე განათდა და ისე განათდა ეს ყველაფერი, რომ მოციქულები რომელიც ჯარისკაცები შეშინებულები პირქვე დაეხვდნენ უსულოდ ვიც არცა მკვდარნიო, წარმოიდგინეთ რა სანახაობა იყო. სინათლე რას მოაქვს ცეცხლს. ვინ ჩამოიტანა ცეცხლი? იმ ანგელოზმა, ვინც ქრისტეს საფლავზე ჩამოვიდა. ანუ ანგელოზები მართავენ ყველაფერს. და ანგელოზი არის ღვთისგან გამოგზავნილი მცდოვარი. მადლობა ღმერთს, რომ ღმერთმა ჩვენ ამ სარწმუნოების მიმდევრებად გაგვაჩინა და მადლობა ჩვენ წინაპრებს, რომლებსაც დიდი ბრძოლა მოუხდათ ამის დაცვისათვის, სისხლით, საკუთარი სიცოცხლეს წირავდნენ, რომ ჩვენ მართლმადიდებლებად დავჩენილიყავით, რომ თვითონაც გაწირვის შედეგად 64-ში მოხვედრილიყვნენ და ღმერთისთვის ზურგი არ შეეციათ და მადლობა ჩვენ ზეციურ წმინდანებს, ჩვენ წინაპრებს ყველას. მაგრამ ერთი რამე უნდა ვიცოდეთ, ვისაც მეტი მიეცა, მეტი მოეკითხება, ჩვენ ღმერთმა ძალიან ბევრი მოგცა და ძალიან ბევრს მოგკითხავს. ამიტომაც სწორად უნდა მოვიქცეთ. და თუ სწორად მოვიქცევით, როგორც დავითის დროს იცავდა ღმერთი საქართველოს, რადგან მეფე იქცეოდა სწორად და მისი შემხედარე მთელი ერი სწორად იქცეოდა. როგორც ვახტანგ გორგასლის დროს იქცეოდა მეფე სწორად და მისი შემხედარე მთელი ერი, თამარის დროს და ასე შემდეგ. და პირიქით წერია, როდესაც მეფე არასწორად იქცეოდა და უზნეოდ იქცეოდა და ღმერთ ზურგს აქცევდა და სარწმუნოებაში არ ამყარი იყო და ცხოვრების წესიც არ აქონა წრფელი და სუფთა, მისი შემხედარე ერიც ესე იქცეოდა და ერი ისჯებოდა, ეს შემოხდა ლაშა გიორგის დროს და ეს ხდებოდა ყოველთვის ყველა იმ მეფეების დროს, ვინც არ ამყარნი და ერთგული იყვნენ მართლმადიდებლობისა და სარწმუნოების ან ზნეობრივად არ იქცეოდეს სწორად. ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა გაკურთხო და ეს გვახსოვდეს, რომ ღმერთმა ძალიან ბევრი მოგცა და ძალიან ბევრსაც მოგკითხავ და ვკითხავს კიდევაც, ამიტომ ვარც ესე თქვენში. სწორად მოვიქცევით, გადავჩებით, არ მოვიქცევით, ჩვენთანაც დავაბრუნოთ. ღმერთმა გაკურთხოთ, ღმერთმა დაგლოცოთ.